მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს, ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94-ზე და 7-ზე. ეს არის გადაცემა გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ, თქვენ გადაცემაში. შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 249-460 და გამოთქვათ თქვენი შეფასებებით ჩვენს დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ქალაქის მერია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს. ზურაბ ბაბაშიძემ დღეს სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო. როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც მგზავრობის ღირებულების გაზრდის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. მისივე თქმით, თბილისის მერიამ და კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა, რომელსაც ჰქონდა ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის ვალდებულება, ეს არ შეასრულეს. რის გამოც არ არის საკმარისი ტრანსპორტი და მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა ისევ ძველ ტრანსპორტში უწევს. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. კომფორტული არის თუ არ არის თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება? სანამ თქვენ დაგვირეკავდეთ პირდაპირ ეთერში, მე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. ზურაბ ბაბაშიძის განცხადებას დღეს კომპანია თბილისის მიკროავტობუსი გამოეხმაურა. კომპანიის დირექტორი გიგლა ჯაბიშვილი აცხადებს, რომ თებერვალ-მარტში მოხდება დისპეჩერიზაცია, რომელიც ყველა პრობლემას აღმოფხურის გაზაფხულიდან მოქალაქეებისთვის მიკროავტობუსებით გადაადგილება ბევრად კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, აცხადებს გიგლა ჯაბიშვილი. კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ბატონ ზურაბთან მოგზირით ხოვნათ. ალო? გისმენთ ეთერში ხართ? ალო? პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონი ზურაბი გყავთ, ხო? პირდაპირ ეთერში. დიახ, გადაცემის მეორე ნაწილში ზურაბ ბაბაშიძე იქნება ჩვენი სტუმარი. ხოვეთ ბატონ ზურაბს. ოღონდ ეს ხელისუფლება მოგვაშოროს და არანაირი სამარშრუტო ტაქსი არ გვინდა. 4-ით ვივლით, 4-ით. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. თქვენი 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არის თუ არა მოსახერხებელი თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება? გისმენთ? ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო, ეს ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. ამ ძველ მარშრუტკებში, რო დაჯდომა არ შეიძლება და დახეულ დაგლეჯილი არის ყველაფერი, რატომ ვიხდით 80 თეთრს? მაგრამ ეს არის ჩვენი ბრალი. მე დღემდე არ გადამიხდია ძველ მარშრუტკაში 80 ლარი. ახალში თუ ჩავდები, ეს უკვე ჩემინება, რომ იქ უნდა გადავიხადო მაგდენი. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. დღეს საკრებულოს წევრმა ზურაბ ბაბაშიძემ განაცხადა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც მგზავრობის ღირებულების გაზრდის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. ამ განცხადებას გამოეხმაურა კომპანია თბილისის მიკროავტობუსი. კომპანიის დირექტორი გიგლა ჯაბიშვილი აცხადებს, რომ თებერვალ-მარტში მოხდება დისპეჩერიზაცია, რომელიც ყველა პრობლემას აღმოფხურის. მას შესე კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება? გისმენთ? ალო? ეთერში ხართ, ბრძანეთ. იცით რაშია საქმე? შეიცვალა მიკროავტობუსის ფერი. ყვითელია. ცოტა დაგლეჯილი იყო ის ძველები, მაგრამ ამას არ აუშავს რა, მაგრამ ეხლა რაშია საქმე? ფეხზე დგომა დაუშვა მერიამ. და დგანან ფეხზე გზავრები. და ისეთი ხალხი მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც დაუშვათ ადგილი უკავია სკამზე. ესე იგი, ისეთ პოზაში გიხდება ეს ადამიანები დგანან 5-10 საწახვიდი არის, ხან იქე ტრიალდები, ხან აქე ტრიალდები და ეხლა სხეულის რა ნაწილი დგედებიან, ხვდებით, ისინი დგანან ჩვენ ვზივართ. და მე ვერანაირ კომფორტს ვერ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ 80 თეთრს ვიხდი. პირადად მე კომფორტი არ მიგრძნია და ეხლა არ ვიცი, ფერს თუ აქვს მნიშვნელობა, გადავღებოთ ისინი წყვიტლად და იწიან, რა პრობლემაა. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ. გამარჯობა. აი, წინა გამოსვლას მინდა მე დავეთანხმო ყველაფერში აბსოლუტურად რა. ის არის ფასები გაზვირებული, მეტი არაფერი განსხვავებული.
კარგით, მადლობა ზარისთვის. საკრებულოს წევრმა ზურაბ ბაბაშიძემ დღეს განაცხადა, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც მგზავრობის ღირებულების გაზრდის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. ეხმიანება ამ განცხადებას კომპანია თბილისის მიკროავტობუსი, კომპანიის დირექტორის გიგლა ჯაბიშვილის განცხადებით, თებერვალ მარტში მოხდება დისპეჩერიზაცია, რომელიც ყველა პრობლემას აღმოფხვრის. მოსახერხებელი არის თუ არ არის თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. კარგით 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, გამარჯობა გენოთ. გამარჯობა. იცით, არა კომფორტულია, იმიტომ რომ აი რო ადიხარ ამ სამარშრუტო ტაქსში, გინდა რომ კომფორტულად იმგზავრო და იმდენი ხალხი ამოდის ეს ფეხზე მდგომი, ვერ ჩამოდიხარ. დიახ. სულ დღილები გაქვს დაგლეჯილი ამ ჩამოსვლაში და მაგას ჯობია ჩვეულებრივ ავტობუსით იმგზავრო, ვიდრე სამარშრუტო ტაქსით. უფრო ადვილად ჩამოხვალ და აი ეს პრობლემა. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. არის თუ არა მოსახერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თქვენთვის მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გისმენთ. ალო. გისმენთ ეთერში ხართ? საშინელება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის წარმოუდგენელი, ისეთი ზედახორაა, ისე ერთმანეთს აზის ხალხი და ეს არის საშინელება. მე ეს ყვითელი ჯო დააკონკრეტოთ, რომელ ტრანსპორტს გულისხმობთ? არის ეს მეტრო, ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი? მე ვამბობ ავტობუსზე. ეს არის წარმოუდგენელი. ესე იგი, ამდენ შემოწმებელს უშვებენ, რომელსაც რატომღაც აწერია მონიტორინგის სამსახური. მონიტორინგი არის შემოწმება. მაშინ რატომ არ აწერენ მონიტორინგის ჯობი? სამსახურის job. ხო? დააწერონ მაშინ. ვისთვის აწერენ მონიტორინგს? ქართველებმა არ იციან რას ნიშნავს მონიტორინგი. დააწერონ შემოწმების სამსახური. ეს არავინ არ უნდა გადაიხადოს მაგათი ფული. მხოლოდ რომ ფულის აღება უნდათ და ამ ცოტა ავტობუსებს რო უშვებენ და ხალხი რო იჭყლიტება და თან რო ამოდის ეს ყვითელი სამარცხვინო და ამოწმებს ვითომ. კარგით, გასაგებია. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, აქტიურად და პირდაპირ ეთერში გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაყურებელი ეთერში გისმენთ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. აი ხლა რეკავენ და უკმაყოფილოები არიან ამ ტრანსპორტის მოსახურები. ძალიანაც კარგი ღირსები არიან. რატომ არ აპროტესტებენ იმას? რომ დააწერეს 80 თეთრი, აი მე მომწოდებს სულ ყველას, არავინ, აი ხვალიდან, არავინ არ გადაიხადოს ის 80 თეთრი და აი ნახავთ ორ დღეში როგორ გამოასწორებენ ყველაფერს. რომ ვიხდით, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდათ, აი იმიტომაც ვჭირს ესეთი რაღაცა და აი ხლა ნუღარეკავენ და ნუღარიან უკმაყოფილოები. გამომშველმა წინა ქალბატონმა ახსენა რომ მე არ მიხდი ამ ტრანსპორტში ფულსო. აი ეს უნდა გააკეთოს ყველა საკითხში, არა მარტო ტრანსპორტთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა, ბოდიშით რომ აღალვებული ვარ. მადლობა ზარისთვის თქვენ ზურაბ ბაბაშიძე ყურადღებას მძღოლებისთვის დაკისრებულ ყოველდღიურ შენატანზე ამახვილებს, რომელიც საშუალოდ 165 ლარს შეადგენს. ბევრ მძღოლს უგროვდება კომპანიის ვალი, რომელსაც ვეღარ იხდიან. რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ იძულებულია ამ სამსახურს თავი დაანებოს, აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა. აბაშიძემ მოუწოდა თბილისის მერიას იზრუნოს მგზავრებისა და მძღოლების უფლებებზე და დაუყოვნებლივ მოაგოროს ეს პრობლემები. მისი განცხადებით, მერიამ თავის მოქალაქეებს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის პირობები უნდა შეუქმნას და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ფასიც ადეკვატური დააწესოს. მოსახერხებელი არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით გენაცვალე. პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ? დიახ, ესე იგი რაში არის პრობლემა გეტყვით ახლა მე. არავინ არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს თვითონ ფერი არის ძალიან გამაღიზიანებელი. ეს ყვითელი ფერი, რომლითაც შემოსილი არის მთელი თბილისი. მიკროავტობუსები, ახლა ავტობუსები, ალბათ მეტროსაც გადაღებავენ და არავინ არ ფიქრდება, რომ ზებრას ფერები არის ძალიან რომანტიკული და მოდით გადავღებოთ ყველა ზებრას ფერებში ჩვენი თბილისი. მადლობთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის თქვენ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არის თუ არა მოსახერხებელი თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაყურებელი ეთერში გისმენთ.
ალო. გისმენთ ეთერში ხართ? ალო. ალო, გელეცადე. ბრძანეთ ეთერში ხართ, გისმენთ? ქალბატონო. დიახ. ტენდერი რო უნდა ჩატარებულიყო, უნდა გაეშვათ ძველი მარშრუტკები და ახალი მოდელის მარშრუტკები ყოფილიყო. კომფორტული და ყველანაირად ძალიან კარგი. 50 თეთრი ღირდა და 80 არ უნდა ყოფილიყო. ამ ხალხს არ ესმის? რამდენი მძღოლები გააგდეს და მთავრობა მიიწვისა ეს სამარშრუტო ტაქსები. ძალიან კარგა, მეტის ღირსები არიან რომ 80 ხდიან. კარგით, მადლობა ზარისთვის. გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ ბაბაშიძე. მანამდე პირდაპირ ეთერი გეთმობათ თქვენ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაყურებელი ეთერში გისმენთ? ალო? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. სტუდენტი ვარ და ყოველდღე მიწევს ლოტკინიდან ვერაზე სიარული ავტობუსი და არის ძალიან მოუხერხებელი, იმიტომ ჯერ აი ძალიან ბევრი ხალხი არის, გადაჭედილია და ხალხი იმიტომ რომ ვაგზაზე რომ გამოვივლი ხოლმე იქ ბაზარი არის და ბაზრიდან განსაკუთრებით რახან არის ძალიან ცოტა მარშრუტები, თქვათ ამ ავტობუსების, რომლებიც ამ მიმართულებით დადიან, ალბათ სხვა მარშრუტებზეც იგივე იქნება. არის საშინელი გადაჭედილი და აი ეს ძალიან ხალხი ვერ დგას ფეხზე, იმიტომ რომ ერთმანეთს ასხედან ფაქტიურად. აი ესეთი სიტუაციაა და მე ვისურვებდი რომ დაემატებინათ კიდევ ეს ავტობუსები, იქნებოდა მე ვფიქრობ რომ ოპტიმალური იქნებოდა რომ დაემატებინათ ავტობუსები. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილება. მაყურებელი ეთერში გისმენთ? 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სადაც თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში გამოხატოთ თქვენი შეფასებები არის თუ არა კომფორტული თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობათ. გამარჯობა. მე რა უნდა გითხრათ, ეხლა კომფორტულია თუ არა კომფორტული, ამაზე ალბათ მუხრიანის ნაკვეთები არის ესეთ დასახება, ნაკლებად ვიმსჯელებდით, იმიტომ რომ მერიას აქ ტრანსპორტის საერთოდ არ ყავს დანიშნული. მე მართლა გთხოვდით რომ მოხვიდეთ იქნება მაეცოდან და გააკეთოთ სიუჟეტი. ბავშვები დილით 8-ის ნახევარზე მიდიან ფეხით სკოლაში. მთელი საათი იქ იცდიან, როდის სკოლა გაიღება რომ შევიდეთ. გადიან დაახლოებით 4 კილომეტრს ფეხით. საერთოდ უკვე რამდენი წელია მერიას აქ არ ყავს არანაირი ტრანსპორტი დანიშნული. კარგით. აი ძალიან გთხოვდით, უმორჩილესად გთხოვდით, რომ ეს საკითხი აუცილებლად დააყენოთ, იმიტომ რომ დაახლოებით 3000 მოსახლეა და გამწარებულები ვართ. კარგით, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ზურაბ აბაშიძე და ის დააყენებს ამ საკითხს საკრებულოში. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით მას ინფორმაციას. 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გადაცემის მეორე ნაწილში რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. გამოგითხო პირდაპირ ეთერში დაბრუნდა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ქალაქის მერიას სამარშრუტო ტაქსით მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს, როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც მგზავრობის ღირებულების გაზრდის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. ზურაბ ბაბაშიძის განცხადებას დღეს კომპანია თბილისის მიკროავტობუსი გამოიხმაურო. კომპანიის დირექტორი გიგლა ჯაბიშვილი აცხადებს, რომ თებერვალ მარტში მოხდება დისპეჩერიზაცია, რომელიც ყველა პრობლემას აღმოფხრის. კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება? მაყურებელი ეთერში. ალო. მოგესალმებით, გისმენთ? ალო. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? ისა გამარჯობათ გენოცალე. მე მინდა ჩემი აზრი და ის დავაფიქსირო. რაც შეეხება იმას კომფორტს, არანაირი კომფორტი არ არის. კონდიციონერი უნდა მუშაობდეს აუცილებლად, რომელიც არ მუშაობს, ეს ზაფხულზეა ლაპარაკი. ზამთარში კიდე სითბო უნდა ხო იყოს, იმიტომ უნდა გადავიხადოთ ის 80 თეთრი. ეს ერთი საკითხი და მეორე, ინვალიდებს რატო არავინ არ ახსენებს საერთოდ, გადაადგილება საერთოდ შეუძლიათ ინვალიდებს ამ სამარშრუტო ტაქსით. მე დავრეკე ქალაქის მერიაში და მითხრეს, რომ ტენდერი არისო და ყვითელი მარშრუტკები შემოყავთო, ძალიან კარგიო. კი ბატონო, შემოიყვანო, მაგრამ ეტლიანი ადამიანი თუ ავამეთქი და უიო, უი კი არა, ჯანდაბა მეთქი, აი ესე მივაძახე იმათ. როგორ თავიდანვე არ უნდა იყოს განსაზღვრული, ინვალიდ შეუძლია თუ არა გადაადგილება.
მადლობა ღელა უკაცრავად. მადლობა ზარისთვის. თქვენ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მოსახერხებელი არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაყურებელი ეთერში. გისმენთ ეთერში ხართ, ბრძანეთ. გამარჯობათ, როგორ არის კომფორტული ზივართ სამარშრუტო ტაქსში ამოდიან, ზედ გვაზიან, მე და არის ძალიან არაკოცივა, ხან სიცხეში ცხელა, ან რა დასაჯდომის კამებია იმ რკინებზე ჯდებით ხოლმე და ნუ რა საშინელება. მე ავტობუსებზე მინდა გითხრათ, ეს რა გააკეთეს? ჩვენ პენსიონერებს სადა გვაქვს იმდენი ფული, რომ 4 და 5 ტრანსპორტი გადავიხადოთ. და თან კიდე რა არის პირდაპირ ერთი ტრანსპორტი სადმე ხო უნდა მიდიოდეს, მეორეც ბატონ ზურაბს გადაეცით. ძალიან გთხოვთ, რომ ორთაჭალიდან ავლაბრამდენ, ავლაბრის მეტრომდენ ან რამე ავტობუსმა იაროს, ან რამე მარშრუტკა მიაროს, ძალიან გვიჭირს სიარული ორთაჭალიდან აბანო თუბნიდან ავლაბრამდე. კარგით. გასაგებია, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 249-460. ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო. გისმენთ. ალო. გისმენთ ეთერში ხართ, ბრძანეთ. ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. ალო. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო. კარგით, როგორც ჩანს არ ესმის ჩვენი მაყურებელს 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. გისმენთ. მშვიდობის გეთახვა. როდესაც მომსახურების კომფორტზეა საუბარი, ალბათ კომფორტი იწყება, მე აქცენტს ვაკეთებ ყვითელ ავტობუსებზე. ავტობუსები გაურეცხავი, მოულელი, სიბინძურე შიგნით, ტალახი გარშემო ზოგჯერ ვერ დაინახავ ის რა ნომერი ავტობუსია. რას გავს ის რეკლამა, რომლებიც ავტობუსები გახვეულია რაღაცა, ნუ რა ვიცი ის რეკლამაა თუ რა საშინელება. ანუ პრობლემა მარტო ვიზუალური მხარეა? კომფორტზე საუბარი მაშინ უნდა იყოს გეთახვა, როცა ავტობუსის კომფორტი იწყება აქედან. შემოიყვანეს ავტობუსი, არა ზამთრის კონდიცირება, არა ზაფხულის კონდიცირება, არა გათბობა ტრანსპორტში. სიამცირეს თვით ავტობუსების რაოდენობა. გარდა მაგისა, ჩემო კარგო, აი ეს კონტროლიორები რო ამოდიან, თქვენ თუ შეხვედრი ხართ, თუ გზავრობთ ავტობუსით, როგორ დისკომფორტს ქმნიან, გადატენილი, გადაჭედილი ავტობუსი, სანამ თავიდან ბოლომდის გაივლიან, რამდენ ადამიანს ფიზიკურად თუ რა ვიცი მე მორალურად, მათ უსიამოვნება უნდა მიაყენონ. განა მე რომ ჯერ ავტობუსში ვზივარ, სალაროსთან ვერ მოხვდი, მე არა მაქვს სურვილი ჩემი ბარათი გადავაწოდო და 10 კაცმა გადაიტანოს ხელიდან ხელში, მე ბილეთი ან გადმომაწოდონ ან არა. კარგით, გასაგებია. მაპატიეთ გეთახვა, ისინი გაჩერებაზე უნდა იყვნენ და მე როცა დავამთავრებ გზავრობას, მაშინ უნდა შეფასდეს ჩემი კეთილი. გასაგებია თქვენი შენიშვნები. ქალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი არის თუ არა კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. დიახ. გისმენთ. შეიძლება? ბრძანეთ ეთერში ხართ, დიახ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ხლა უსმენ ჩემს წინა გამომსვლელებს, ჩემს მოქალაქეებს და მე ვერ ვიტყვი რომ ღირსები არიან თქო რომ იხდიან 91, რადგან მეცოდება და ვეღარ აზროვნებენ რომ აქ კომფორტზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, რომ გაძვირდა სამარშრუტო ტაქსები, რომ ცხოვრება ნელ-ნელა ძვირდება, ხელფასები იკლებს, სამსახურები არ არის, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ლაპარაკობენ ფერზე, კომფორტზე და ესე იგი ეს კლებია მარტო ჩვენ მოქალაქეებს კომფორტი და ფერი. ეს აწუხებს. ეს 80 თეთრი უკვე აღარ აწუხებს. ამას ხო ისინი უგულავა. ამას ისმის კომპანიები ვინც შემოიყვანა ეს ღირსები არიან. აი ახლა ვიტყვი რომ ლარის გახადონ მე მგონი. კარგით, გასაგებია. მადლობა რომ დაგვირეკეთ 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გადაცემის მეორე ნაწილში, მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში ზურა აბაშიძე. მანამდე ეთერი გეთმობათ თქვენ. მაყურებელია. ხაზზე გისმენთ. აი მე წინა ქალბატონს დავეთახმებოდი მუხიან დაჩებთან დაკავშირებით. მე მინდა კონკრეტული ფაქტები მოგიყვანოთ. მუხიანში აი TBC ბანკთან ჩერდება მარშრუტკები.
აი მუხიანის დაჩებისკენ მიმავალ. აი გადაიღეთ უბრალოდ საათები გევართ იქ. რომ აი ავიდეთ ჩვენს სახლებში. ჯერ საერთოდ მარშრუტკები აი კერძოდ დადიან და ვერავინ და აიძულებს რომ აი იარეთ ამ საათში და არეაროთ. ხო და თუ არ წამოვლიან, ხო აი 5 ლარს ვიხდით რომ ავიდეთ სახლამდე. ჯერ დილის საათებში მართლა 8 საათს და ჩვენ ვნიშნით და უმბაძის ბოლოში სკოლაში და დილის 7:30-ზე დგება რომ წავიდეთ. გასაგები, ანუ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა თქვენ ხო, არის კი არა საერთოდ კომფორტობა და არა და თბილისს ეკუთვნის რა. კარგით, ძალიან ხოთრო ეს პრობლემა მოაგორდა ზურაბთან დააყენეთ ეს საკითხი. გვისმენს ალბათ ბატონო ზურაბი და კითხვაზე პასუხიც ექნება 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არის თორე კომფორტული თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაყურებელი ეთერში. მოგესალმებით. ალო, გამარჯობათ. გისმენთ. ერთი განაცხადი უსმენ თქვენ გადმოცემას ახლა. დიახ. ხო და არავინ არ ამბობს იმაზე თუ რატომ 1.5 მილიონიან ქალაქში არ დადის ტროლეიბუსი და ტრამვაი. რომელიც ყველაზე ეკოლოგიურია გადასადგილებლად. ვის რაში ჭირდება ეს ავტობუსები? გასაგებია, მე როგორც ვიცი, თბილისის მერია აპირებს, რომ აღადგინოს ტრამვაის ხაზები და მალე თანამედროვე ტიპის ტრამვაიც იმოძრავებს თბილისის ქუჩებში. ოღონდ სად ჯერჯერობით დეტალების შესახებ ჩვენი ინფორმაცია არ გვაქვს და თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი კომფორტული არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. გისმენთ? ალო? გამარჯობა. გამარჯობათ. არ არის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა და სტუდენტი ვარ და ძალიან წვალობ. განსაკუთრებით დიდ პრობლემას ვაწყდებით მცხეთელები, საერთოდ არ გვყავს ტრანსპორტი ძველი მცხეთის მოსახლეობას და ძალიან გვიჭირს აქედან წამოსვლა თბილისში. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. დედაქალაქის ქუჩებში ყვითელი თანამედროვე ტიპის სამარშრუტო ტაქსები გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მგზავრობა 80 წუთამდე გაძვირდა. სატრანსპორტო კომპანია თბილისის მიკროავტობუსი 2010 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ 4 კომპანიას უწევს მმართველობას და მას 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი მანქანებით უნდა ჩაენაცვლებინა. კომპანიის ვალდებულებებში შედიოდა იმ ძღოლების დასაქმება, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. თბილისში ძველი სამარშრუტო ტაქსების ახალი ჩანაცვლების შესახებ ხელშეკრულებას თბილისის მერიამ ხელი 2011 წლის დასაწყისში მოაწერა. მოხსახერხებელი არის თუ არა თქვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება? მაყურებელი ეთერში გისმენთ. ესე იგი აბსოლუტურად მოუხერხებელია, აბსოლუტურად არის გაჭედილი ყოველ დროში რამდენიმე მარშრუტია, რომელიც ყოველთვის გაჭედილია. თან არის ეს საოცრელი შემოწმება, კაცო, ჩვენ დავანგრიეთ ქვეყანა, რომელიც 5 კაპიკს გვახდევინებდა ტრანსპორტში და ჭედვა იყო და ვერ ვიტანდით იმ ქვეყანას და იმიტომ დავანგრიეთ და ეს ნაძირლები და ერთი ბაყბაყდები თავში. კარგი, შეურაცხყოფის გარეშე. ეს ახდევინებს ხალხს და მარშრუტების შუაზე გაყორო კიდევ ისარგებლოს და რატომღაც ხალხს თურმე პროტესტის გრძნობა არ უნდა ჰქონდეს. უნდა დაჯდეს სახში და დაელოდოს სანამ მაგას გაუშვებენ. ეს ერთი ბაყბაყდები არ შეიძლება რომ ხალხი გამოვიდეს და მოიწონოს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ჩვენ გადაცემაში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ ბაბაშიძე. თქვენი პარალელურ რეჟიმში შეგეძლება დაგვირეკოთ და კითხვები დაუსვათ ჩვენ სტუმარს. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, დაგველოდეთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ ბაბაშიძე. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობთ მოწვევისთვის, დიდი მადლობა. ბატონო ზურაბ, დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ ის დაპირებები და მოვალეობები, რომელიც მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იკისრა, არ შეასრულა. კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ მერიასთან და ასევე თბილისის მიკროავტობუსთან? ეს პრეტენზიები არ არის ჩვენი, მე მინდა გითხრათ, ეს პრეტენზიები საზოგადოებრივი
განხილვების და მე უბრალოდ პირადად გავეცანი ამ პრობლემას ჩემი თვალით, ვინაიდან მომიწია გზავრობა ესეთი ბოლო გაჩერება არის თბილისში გდანის ციხესთან, იქ არის ესეთი მარშრუტი 85, რომელიც პირდაპირ მოდის შემდგომ თბილისის ცენტრამდე, ამ გულისხმობ თავისუფლების მოედანს და კოლმეურნეობის მოედანს და სერიოზული პრობლემებია. არა მარტო ამ მარშრუტზე, მთლიანად, იმიტომ რომ პირველ რიგში მოსახლეობას რა აწუხებს, პირველ რიგში ფასი, რომელიც გაიზარდა და არაადეკვატურია, ვინაიდან ისედაც უჭირს ხალხს სოციალურად დაუცველია ძალიან ბევრი მოქალაქე და მათ ამხელა თანხის გადახდა სამარშრუტო ტრანსპორტში. ეს არის პრობლემური და გაუსაძრესი მითუმეტეს ყველა პროდუქტზე და ყველა მოხმარება, ყველა პირველად მოხმარების საგანზე ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ვინაიდან გამომდინარე ეს პირველი პრობლემა, მეორე პრობლემა არის, რომ შეზღუდულია რაოდენობა სამარშრუტო ტაქსების და არ არის ციკლი ძალიან სწორედ განსაზღვრული და ხალხს ბევრი ადამიანი ელოდება ტრანსპორტს, რომ მივიდეს ერთი ადგილიდან მეორე ადგილას და ამ შემთხვევაში უწევს კიდევაც სხვა სამარშრუტო ტაქსის გამოსვლა და ამგედან გამომდინარე ორმაგი ფასის გადახდა, რომ მოხდეს გარეუბნიდან ცენტრში. არის ის პრობლემა ასევე, რომ გადატვირთულია თვითონ ტრანსპორტი და იქ არის მე დავთვალეთ ახალ სამარშრუტო ტაქსს გულისხმობ 16 სავარძელისა და 16 ადამიანი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ და მხოლოდ და იქ მერე ადამიანები ადიან ფეხზედ გადა და ეს გარკვეულ უსაფრთხოების პრობლემებს, უსაფრთხოებაზე აქვს საუბარი და პრობლემებს უქმნის თვითონ ძღოლებსაც და მოქალაქეებს გადაადგილების თვალსაზრისით. ეს ისეთი პრობლემა, რომელიც დაგროვდა. ეს პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული ქონდა ამ კომპანიას, მერიასთან ერთად, უგულავასთან ერთად პირდაპირ უნდა ითქვას, არ შეასრულა, იმიტომ რომ ეს ხელოვნური მონოპოლია, რომელიც შეიქმნა ამ სფეროში, ჩვენ თავიდანვე ვიზარდით, არასწორი იყო, ეს ფინანსური ამ ჯგუფმა, რომელიც არის პირდაპირ დააკავშირებული სააკაშვილთან უგულავ ხელში შეეგდეს ეს ბიზნესი და ეს ვალდებულება არ შეასრულეს, პირიქით უნდა ითქვას, რომ თვითონ მძღოლებს გაუარესეს ცხოვრება. მე როგორც ვიცი, სწორედ ამ ხელშეკრულების მიხედვით 2012 წლის იანვრამდე უნდა ჩაენაცვლებინათ ყველა ძველი ეგრეთ წოდებული მარშრუტკა. დაახლოებით 3000-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი უნდა ყოფილიყო თბილისში გამართულად, მთელი თბილისის მასშტაბით უნდა ემოძრავა, მაგრამ ამის ნახევარიც არ არის ჯერჯერობით. ასე რომ დღეს კიდევ დადის ძველი სამარშრუტო ტაქსები თბილისში, რომელიც არის გაუმართავი და მეტად არაკომფორტული შეიძლება ითქვას და ის ვალდებულება, რომელიც უნდა შეესრულება კომპანიამ, არ შეუსრულები. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვარაუდობდით და ვამბობდით არა ნიშნის მოგებით, ამით რეალურად ეს კომპანია არ იყო მზად ამის შესასრულებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ინტერესი არსებობდა და გარიგება იყო ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის, როგორ გამდიდნენ ისინი და ამ კომპანიამ როგორ მოახმარო შემდეგ თანხები თვითონ საარჩევნო კამპანიას სააკაშვილის უგულავას და ასე შემდეგ. ეს არის ფაქტი. და რაც შეეხება მძღოლების პრობლემას, მე აუცილებლად მინდა გავავეხმაურო ამას. თუმცა ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი, მაყურებელი დაგვიკავშირდა პირდაპირ ეთერში აგველოდება, გისმენთ ეთერში ხართ? ალო? გისმენთ, ბრძანეთ. ისმის ხო? დიახ, ისმის. არა, მე უბრალოდ შევეწარი ავტობუსში თვითონ ეს მძღოლი იძახდა. რომ თვითონ ამ ჩვენი დირექტორი არის თვითონ ჩვენი პირველი პირის ნათესავი უშუალოდ რა. და ყველაფერს ის განაგებს, ну ასე ვთქვათ რა. ხო და მე კიდე პრობლემებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი და მე მინდა ვთქვა ეს ამ კადრებს უარჩევენ კონტროლერები რო დადიან აქ ავტობუსებში. ცოტა ტრეინინგები მაინც გაატარო, რომ ადამიანთან ურთიერთობის გეთახმებით აბსოლუტურად ნორმალურად მოაგონო, იმიტომ რომ ძალიან საიდან ჩამოიყვანეს ეს ხალხი ერთმანეთს, რა ვიცი, სოფლებიდან აი. კითხვა ხომ არ გაქვთ სტუმართან? თუ უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება გინდოდათ? ეს არის და კითხვა კარგით, გასაგებია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მაყურებელს, ვინაიდან ბევრი პრობლემა ამ სფეროში, იმიტომ ჩვენ მოძრაობთ თვითონ ვაკვირდებით ამ პროცესს და ის ვალდებულებები, რომელიც ჰქონდა აღებული ქალაქის მერიას. მერს არასრულეს, მოდით ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. ჩვენ არ ვცვალობთ ვადები არის დარღვეული. ვადებია დარღვეული, პასუხისგებლობა, რომელიც აღებული ჰქონდა წინა საარჩევნოდ მერიას. ეს არის უშუალოდ მერის ვალდებულება, რომ გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არსებობდეს დედაქალაქში. ჩვენი ნებისმიერ მოქალაქესთან რომ გავიდეთ ქუჩაში, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში აწუხებს უმუშევრობა, სოციალურად დაუცველი რომ ტრანსპორტი, რომელიც ის გადაადგილდება დედაქალაქში, მიდის ერთი ადგილიდან მეორეში, გამოდის სარჩოს სანავაგის მოსაპოვებლად და ამაში კიდევ ხელს რომ უნდა უწყობდეს ხელისუფლება, მერი ამ შემთხვევაში პირიქით ხელს უშლის და უფრო უმძიმეს ცხოვრებას. ეს არის ფაქტი, ვინაიდან ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად და არ არის მოქალაქე კმაყოფილი
პირიქით არის უკმაყოფილო ძალიან იმითი რაც ხდება დედაქალაქში. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ კონტროლერებზე, აღარ ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იგივე ინვალიდებისთან დაკავშირებით, რომელსაც უჭირს საერთოდ გამოსვლა და შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილება. არის ადგილები, სადაც არ მიდის საერთოდ ტრანსპორტი, მოიშალა სისტემა. ღამე რაც შეეხება, აი მაგალითად, ბევრს აქვს მოქალაქეებს ღამის პრობლემა, რომ გამოდიან 11 საათის შემდეგ პრაქტიკულად ტრანსპორტი აღარ მოძდაობს დედაქალაქში, ადამიანებს არ აქვს ტაქსის ბულის საშუალება, იმიტომ რომ 10-ჯერ მეტი ღირს ვიდრე სამარშრუტო ტაქსი და ჩვეულებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი მეტროს 12 საათამდე მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ბევრი მოქალაქე შეიძლება ძალიან ესეთ მძიმე ვითარებაში. ესეც არსებობს ესეთი პრობლემები ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე. ასე რომ მინდა კიდევ ის პრობლემა შევეხო, რომელზეც დავიწყე საუბარი, არ მინდა რომ არ გამორჩეს, იმიტომ რომ შემდეგ მაყურებელს მძღოლები, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს. მათ აი ამ გრძელ მარშრუტზე მას უწევს დაახლოებით დღეში უნდა დახარჯოს 165-დან 166 ლარი, რომ გამართულად იმუშაოს, რომ შენი შეიტანოს შესატანი ამ კომპანიაში, რომელიც პირდაპირ ძარცვას როგორც მოქალაქეებს, ისე მძღოლებს, გადაიხადოს მე რაღაცა კიდე 25 ლარი დამატებით, შემდეგ უკვე ბენზინი ჩაასხოს, თვითონაც რაღაც ელემენტარული საკვები უნდა მიიღოს და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას დღეში მას კიდე ვალი ედება ამ კომპანიის და პრაქტიკულად მიდის მოქალაქე მძღოლი სახში ბრუნდება სამსახურიდან ვალით ამ კომპანიის მიმართ და პრაქტიკულად მათთვის გაუსაძლესი მდგომარეობა ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანები ტოვებენ ამ სამსახურს და ბრუნდებიან სახში და შეებიან კიდევ უფრო უმუშევრები, იმიტომ რომ ამ კომპანიამ და მერიამ პირდაპირ უნდა ითქვას რომ პირიქით ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდო ეს პროცესი. ჩააგდო პროცესი არა მარტო მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიცაც უნდა უქმდეს კონფერენცს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულები. გასაგებია, მაყურებელს მოусმინოთ, გისმენთ. ბატონ ზურაბს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც ის ძალისხმევას არიშურებს. რომ როგორმე დაარეგულიროს, მაგრამ მეჭი მეპარება რომ რამე გამოვა. ეს ერთი. მეორე, ეხლა შარანგიები, უგულავები, სააკაშვილები ჩვენ კომფორტზე ბრუნავენ, როგორ ფიქრობთ თქვენ? საერთოდ ეს სიტყვა კომფორტი ხალხთან მიმართებაში ამოიღეთ საქართველოში, იმიტომ რომ ეს ჰოლანდიაში, ნორვეგიაში და იმ ქვეყნებში თორე ხა ჩვენი და კომფორტი ეს არის რაღაცა ცადა დედამიწა და კომფორტაბელურად მგზავრობა კითხეთ გიგი უგულავას ნიშას ჯიპებით არის კომფორტაბელური მგზავრობა და არა სამარშრუტო ტაქსებით და ყვითელი ავტობუსებით. გავცვალოთ ვარიაციები. ჩვენ გადავჯდებით მაგათ ჯიპებზე და ისინი გადმოჟდნენ ჩვენ სამარშრუტო ტაქსებში. და მე მაგათ კითხეთ და მაგათ მოუწყოთ გამოკითხვა და მაგათ მეუღლეებს. გასაგებია, თუ კითხვა არ გაქვთ, შეგვიძლია დაგემშვიდობოთ. კითხავ არ მადლობა მინდა უთხრა ბატონო ზურაბ. გასაგებია. მადლობა რომ დაგვირეკეთ. ბატონო ზურაბ, უბრალოდ ერთი რაღაცის თქმაც დამატებაც მინდა. აქტიურად იყო საუბარი იმაზე, რომ ფეხზე მდგარი მგზავრის რაოდენობა 5-ს არ უნდა ასცდენოდა სამარშრუტო ტაქსებში. ეს ნორმა რატომ არ ჩაიწერა? იყო ამაზე საუბარი ოფიციალურ დონეზე, მე როგორც ვიცი. კი, რა თქმა უნდა, უსაუბრელია უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე რაც ვნახე, თვითონ ამას ახალ სამარშრუტო ტაქსში 16 სავარძელი სადაც 16 ადამიანი შეიძლება განთავსდეს. ხო, რაც შეეხება ამ პრობლემას, როდესაც მძღოლი უშვებს იმ ადამიანს, რომ მეტი მგზავრი ამოვიდეს ამ სამარშრუტო ტაქსში, აქ ორი რაღაცაა. პირველი ერთი რომ არ არის საკმარისი სამარშრუტო ტაქსები და მოქალაქეებს იძულებულია რომ ავიდეს და ფეხზე დადგეს, რომ დროულად მივიდეს იმ დანიშნულების ადგილზე, სადაც მიემართება და ამ შემთხვევაში მძღოლის ინტერესიც არის ის, რომ ამოუშვას ვინაიდან მეტი თანხა მიიღოს, რომ ვალი არ დაუგროვდეს. აი ამ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ საქმე და არის გაუმართავ ესე იგი თავიდან ბოლომდე ის პროცესები რომელიც უნდა წასულიყო იმ მიმართულებით რომ ამ კომპანია ძალიან კარგად უნდა ესმოდოს და თვითონ მერს უნდა ესმოდოს ეს არის სოციალური პროექტი ეს ბიზნესი რომ აიღეს და რომ მისცეს ამ ჯგუფს ამ შარანგიების და მოახდინეს ხელოვნური მონოპოლია პირიქით პრობლემა შეუქმნეს ჩვენ მოქალაქეებს იმ თვალსაზრისით რომ მათთვის გაუმართავია ეს ყველაფერი და მეტად უფრო ართულებს ცხოვრებას ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მდგომარეობს იმაში რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს უნდა ის ვალდებულება რომელიც გქონდა ამ კომპანიას აღებული რომ წლის დასაწყისისთვის უკვე იანვრის პირველ რიცხვებში და თლიანად განეახლებინა პარკი და უნდა ყოფილიყო ახალი სამარშრუტო ტაქსები და უნდა გამართულიყო ყველა ადამიანს და არ იყო თავის ადგილზე ფასი უნდა ყოფილიყო ადეკვატური და ყველანაირ პროცესში შეეწყო ხელი სოციალურ დაუცველებისთვის გადახდა უნდა ყოფილიყო ნახევარ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს დროულად იმ შემთხვევაში მაშინ ყველაფერი უნდა თავიდან უნდა იყოს გადახედილი ჩვენ მოვითხოვთ რომ გადაიხედოს ის ყველაფერი რაც ამ კომპანიამ ვერ შეასრულა და ხელახლა თავიდან ჩატარდეს და
არსებობდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც იყვნენ ამ სფეროში დასაქმებული, ალბათ თუ კარგად გარკვეულწილად მუშაობდნენ, მთლიანად გააძევეს ის ხალხი ამ სფეროდან. თუმცა საეჭვო გადაიხედება თუ არა ეს ყველაფერი? ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ ეს ილუზია არ აქვს, ჩვენი მოთხოვნა არის ეს პოლიტიკური საკითხია. ჩვენ ამ თემას პოლიტიკურად უყვებით, და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ეხება და მათ მდგომარეობაზე აქვს საუბარი, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. მოსახლეობა და მგზავრება ის უნდა გააკეთონ მხოლოდ და მხოლოდ რომ რეალურად ამ პროცესის დეგუები ადამიანი არის ამ ვითარებაში, გამოხატავს თავის პროტესტს, უბრალოდ შემდგომში ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ამ ქვეყანაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები, ბუნებრივია ეს საკითხები ყველაფერი გადაიხედება თავიდან ბოლომდე, გადაიხედება იმ ნაწილში, რომ ეს იყო უკანონო, როგორც მოხდა ამ კომპანიისთვის, ამ უფლებამოსილების მინიჭება, რომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, რატომ მიეცა ამათ ამდენი უფლებები და რატომ არ განახორციელეს ის ვალდებულები, რომელიც უნდა ყოფილიყო. ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ეს არის პრობლემა, ამას ვერ გაართვა თავი და თავად მერმა, რომელსაც ესე ძალიან გამოდის ხშირად და რაღაცა თავის წარმატებებს საუბრობს, მე მგონი რომ ძალიან წარუმატებელია მისი ყველა საქმიანობა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული ადამიანების დასაქმებასთან. მე უნდა გითხრათ, თუ დასაქმების პროექტებზეა საუბარი ქვეყანაში, პირიქით მძღოლები მიდიან სამსახურებიდან, მძღოლები ტოვებენ ამ სამსახურს, ვინაიდან ვალები უგროვდებათ და რომ დასაქმებაზე ვლაპარაკოთ და მოქალაქეებს, რომელსაც უნდა ერთი ადგილიდან მივიდნენ მეორე სამსახურში, მივიდეს გდანიდან, თქვა თავისუფლების მოედნამდე, მას უჭირს, იმიტომ მაღალია ფასი, უნდა შეიცვალოს რამდენიმე ტრანსპორტი, ასევე სტუდენტმა, რომელიც ძირითადი სასწავლებლები არის თბილისის ცენტრში განთავსებული, უნივერსიტეტები და სხვადასხვა ინსტიტუტები და ბევრი სკოლა და მათ უხდებათ რამდენიმე ტრანსპორტის გამოსვლა, ეს არის პრობლემა. გასაგებია, პრესაშიც დაიწერა და მოსახლეობაშიც საკმაოდ აქტიურად განიხილება ეს საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით კიდევ იგეგმება საფასურის გადახდა, მგზავრობის გაძვირება. არ არის გამორიცხული. არის ეს ჭორი თუ არ არის გამორიცხული. მე ვერაფერს ვერ გეტყვით დადასტურები და არ მინდა რა თქმა უნდა ჩვენ მოქალაქეებს კიდევ მეტად უფრო გაუმძაფროთ ეს მდგომარეობა, რომელიც ისინი არიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს ტოტალური ფასების და მონოპოლია როგორც ნავთობის პროდუქციის, თქვა დისტრიბუციაში ქვეყანაში. მე ამას დააბრალებენ თითქოს რომ ეს არის ბენზინის ფასების და აქედან გამომდინარე მე გაიზრდება ფასი. რა თქმა უნდა ყველაფერზე ფასი იზრდება. ძირითადი მოხმარების საგნები ადამიანებს ძალიან უჭირს, მაგრამ მე ისე და კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უშუალოდ მერიის ვალდებულება, რომელიც უნდა შეესრულებინათ, მოქალაქეებს უნდა გაუმართოს ხელი, არ უნდა პირიქით ხდება დღეს სამწუხარო პირიქით ხდება, უქმნის პრობლემას, როგორც რიგით ხალხს, გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე თვითონ იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ სფეროში დასაქმებული, ეს არის ხარდი და ნათელი. მაყურებელი დაგვიკავშირდა, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო სურა. მოგესალმებით. ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება. დიახ. ნავთობიდან გზავრობ ხშირად ბარათაშვილის მიმართულებით. დიახ. ის არის ბოლო გაჩერება და ბარათაშვილის მეორე მხარეს არ გვთავებ ნებას რომ გადავიდეთ ავტობუსით. ბარათაშვილის ხის გულისხმობთ თქვენ? ხის გულისხმობთ ალბათ ბარათაშვილის ძეგლიდან მეორე მხარეს მოპირდაპირე მხარეს, ხო? არა, პირდაპირ კი არა, ბარათაშვილის ქუჩაზე, გას უნივერსამი რომ არის, გას მარკეტი თუ კი, როგორ არ არის? ეს ბოლო გაჩერებაა და გავალდებულებენ ჩამოსვლა და მეორე მხარეს რომ გადავიდეთ, დატვირთული რომ მოდივარ. აი იმის ნებას არ გვაძლია, თხოვე, ახლა ხვალიღებ დილეს რომ ბარგეთო არსებეთია იმას მიწქვაში გასასვლელში ჩასხვალდა, იქნება საკითხი მოგვიგვაროთ ან დასვათ. მე ველაპარაკეთ ხელხაზე და ბოლო გაჩერება უნდა ჩახვიდეთ. ეს პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს ვალდებულებები ეკისრის მერიას, უშუალოდ უგულავას და მის სატრანსპორტო სამსახურს, რომელიც აუცილებლად უნდა არეგულირებდეს ამ პროცესებს თბილისში ამ მიმართულების დადგენას, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენ ავიღოთ ესეთი პრობლემა, რომელიც არსებობს დილით განსაკუთრებით არის გადატვირთული. იგივე აი სადისტრიბუციო მანქანები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ბიზნესთან, რომელსაც უნდა მიიტანონ პროდუქცია მაღაზიებში, სუპერმარკეტებში. ამისთვისაც უნდა იყოს სპეციალური დრო შერწეული, ვინაიდან არ იყოს გადატვირთული მოძრაობა და მოქალაქეები დროულად მივიდნენ სამსახურებში. ეს ყველაფერი პოლიტიკა, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის არც ალია ხელისუფლება, ხოლო თავის გამდიდრება
განვითარებაზე, თავისი თქვათ პროექტების განხორციელებაზე და იმაზეა მიმართული, როგორ თქვათ გაძარცვოს მოქალაქეები. კარგი, ბატონო, ჩვენი საერთო დრო ნელ-ნელა იწურება, რამდენიმე წუთი დაგვრჩა სულ. მქონდა რამდენიმე კითხვა, მაგრამ მაყურებლის თხოვნით ერთ კითხვას დავსვამ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არ არის გათვალისწინებულიო, თქვათ, სამარშრუტო ტაქსებში პირობები. თავიდანვე არ იყო პროექტში ეს გათვალისწინებული თუ უბრალოდ რა თქმა უნდა არ იყო ეს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა ეს შეიძლება ამისი განზრახვა არსებობდეს, შეიძლება მე სამწუხაროდ არ მგონია რომ ვინმე ამაზე ფიქრობდეს. არა მარტო ამაზე, არამედ იმ საკითხებზე რომ თვითონ სოციალურად დაუცველი ადამიანები, იგივე ის ადამიანები რომლებიც არის ინვალიდი, მათთვის შეღავათებზე, ის რომ რამდენად მათ უჭირთ გამოსვლა ქალაქში. ჩვენი ერთ-ერთი თავარი მიღწევა იყო საკრებულოში მოღვაწეობის, რომ ჩვენ დავარეგულირებინეთ ერთსა უსინათლოები, რომლებსაც არ აქვთ რეალურად ვერ გამოდიან ისინი ადამიანები ქუჩაში მარტო თუ არ ახლავს ვინმე თან, რომ მათთვის იმ ადამიანების თანხლები პირებისათვის ყოფილიყო ასევე უფასო ტრანსპორტით მსახურობა. ამას ხომ მოფიქრება უნდა, მაგრამ ამაზე ფიქრი სამწუხაროდ არ ხდება ხელისუფლებაში, მერიაში, რომ ინვალიდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს, როგორ მოხდეს მათი გადაადგილება, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, ჯერ იმ მასაზე, იმ ხალხზე, რომელზეც პირველ რიგში მიდიან, მუშაობენ, იმ ადამიანებზეც არ ფიქრობენ. გასაგებია. ვისახსოვს ამ შემთხვევაში ინვალიდების სამწუხარო რეალობა ეს. გასაგებია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ ბაბაშიძე. ეს იყო გადაცემა გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.